როგორც იქნა დაიწყო ფრომის მეოთხე სეზონი და თან საკმაოდ საინტერესოდ. ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო მეოთხე სეზონის პირველ სერიაზე. მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დავიწყოთ. მეოთხე სეზონი დაიწყო ზუსტად იქ, სადაც მესამე სეზონი დამთავრდა. კაცი ყვითლებში კლავს ჯიმს და ამას მისი ქალიშვილი ჯული ხედავს. თუმცა ეს ჯული ცოტათი განსხვავებულია იმ ჯულისგან, რომელიც ახლა ქალაქში ეთანთან ერთად არის. ამ ჯულის აქვს უფრო მოკლე და მუქი თმა, რადგან ეს არის მომავლის ჯული, ან უფრო სწორად დროში მოგზაური ჯული. წინა სეზონში ეთანმა ახსენა სიტყვა story walker-ი, ანუ ისტორიებში მოგზაური. ამ შემთხვევაში ეს ადამიანი არის ჯული. მას შეუძლია დროში იმოგზაუროს, თუმცა აქვს რაღაც შეზღუდვები. ეთანის თქმით, მას არ შეუძლია იმ ისტორიის შეცვლა, რომელიც story walking-ის დროს ნახა. მოგვიანებით მას იმავე სიტყვებს ეუბნება კაცი ყვითლებში. შენთვის არავის უთქვამს, რომ ისტორიას ვერ შეცვლი მას შემდეგ, რაც ის უკვე ვიღაცამ მოყვა. ანუ გამოდის, რომ ჯულიმ რაც არ უნდა იჩალიჩოს, მამამის მაინც ვერ გადაარჩენს. წადი შენი. ასევე ჩანს, რომ story walker-ი მოგზაურობს მხოლოდ დროში და არა სივრცეში. ანუ ის უნდა იყოს იმ ადგილას, რომლის მომავლის ან წარსულის ნახვაც უნდა. რაღაც ესეთი ჩვენ წინა სეზონშიც ვნახეთ, როდესაც მან დროში იმოგზაურა და გამოქვაბულში ნახა მარტინი. თუმცა მისი სხეული გამოქვაბულთან ახლოს იყო უბრალოდ სხვა დროში. კაცი ყვითლებში მას ეუბნება. ასეთი შეხვედრები უნდა შევწყვიტოთ. ჯული ჯერ არ არის იმ დონეზე, რომ ასე თავის ჭკუაზე გადავიდეს იმ დროში, რომელშიც უნდა, ამიტომ როგორც ჩანს ამ სეზონში ვნახავთ, თუ როგორ დახვეწავს ის თავის ამ უნარს. ასევე ის მას ეუბნება. ამჯერად რომელი დროიდან მოხვედი? რაც აჩვენებს, რომ მან იცის, რომ ჯული დროში მოგზაურია. ამის შემდეგ ჯულის სხეული ქრება. კაცი ყვითლებში კი ჯიმისკენ ბრუნდება და ეუბნება მას, რომ ძალიან წუხს, რომ ის ვერ ნახავს თუ რა მოხდება აწი, რადგან ეს მისი საყვარელი მომენტია. ეს სიტყვები მოგვიანებით სოფიამაც გაიმეორა. მისი თქმით, ეს ის ეტაპია, როცა ქალაქის მაცხოვრებლები ერთმანეთს გაანადგურებენ. ამის მსგავსი სცენა ვიქტორის მოგონებებში ვნახეთ. აქამდე მეგვენა, რომ ეს მონსტრებმა გააკეთეს, თუმცა როგორც ჩანს, ქალაქში მცხოვრებმა ხალხმა თავად დახოცეს ერთმანეთი. ამ ეპიზოდში მიღებული ინფორმაცია კიდევ უფრო ამყარებს ციკლების თეორიას, რომ იგივე ისტორია ისევ და ისევ მეორდება, უბრალოდ სხვა ადამიანებით. ამის შემდეგ ქალაქის გარეუბანში ვხედავთ მღვდელს, რომელიც გზაზე ჩამოგდებულ ხეს გადააწყდება. ჩვენ ვიცით, რომ ეს ახალი ადამიანის ქალაქში მოხვედრას ნიშნავს. ამის შემდეგ კადრი გადადის ფატიმაზე. ის ყვება ისტორიას, რომელიც უკვე ვიცით. ქალაქში მცხოვრებმა ადამიანებმა შეთანხმება დადეს ვიღაცასთან ან რაღაცასთან, ამის გამო საკუთარი შვილები შეწირეს, სამაგიეროდ კი თავად უკვდავება მიიღეს. ეს ისტორია ვიცით, რადგან ჯეიდმა და ტაბატამ წინა სეზონის ბოლო სერიაში გაარკვიეს, რომ ისინი კრისტოფერისა და მირანდას როლებში არიან. იმ ორი ადამიანის, რომლებმაც სცადეს ბავშვების გადარჩენა, რომლებიც საკუთარმა მშობლებმა უკვდავების გამო მსხვერპლად შეწირეს. ეს ბავშვები ამის გამო გახდნენ ანკუის ბავშვები, მათი მშობლები კი გადაიქცნენ მონსტრებად, რომლებიც ქალაქს ატერორებდნენ. კენი მიდის ბოიდის მოსაძებნად, რომელმაც ახლახანს ნახა, რომ ფატიმამ სმაილი გააჩინა. ერთადერთი მონსტრი, რომლის მოკლაც მათ შეძლეს. მიხარია რომ ისევ შეგხვდი. სწორედ ეს ხდება ბოიდის ნიჰილიზმის მიზეზი. მას სმაილის მოკლის შემდეგ გაუჩნდა იმედი, რომ როგორღაც ამ მონსტრებს დაამარცხებდნენ, თუმცა ახლა გაიგო, რომ ისინი უკვდავები არიან და ეს იმედი საბოლოოდ გადაეწურა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სმაილი კენიმაც დაინახა, რადგან ეს ამტკიცებს, რომ ბოიდს ეს არ მოჩვენებია. კადრი გადადის კრესტის, ის მიდის, რომ ელჯინს დაეხმაროს, რადგან ცოტა ხნის წინ ის სარამ აწამა, რომ გაიგოს თუ სად იყო ფატიმა. სარა ამის გამო არ დაუპატიმრებიათ, რადგან მისმა მეთოდმა იმუშავა. როგორც ჩანს, მიზანი ამართლებს საშუალებებს. კაცი ყვითლებში მიდის ნანგრევებთან, სადაც მიწაში ჩამარხულ ჩემოდანს იღებს. ეს იგივე ჩემოდანია, რომელიც მეორე სეზონში გვირაბებში ვნახეთ. მოგვიანებით ვნახავთ, რომ იქ სოფიას ტანსაცმელი ინახებოდა. ასევე მოგვიანებით ვნახავთ, რომ კაც ყვითლებში ფორმის შეცვლა შეუძლია, რადგან ის სოფიას ფორმას მიიღებს. თუმცა ჯერ არ ვიცით ზუსტად როგორ მუშაობს მისი ეს უნარი. შეუძლია თუ არა ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადამიანად გადაიქცეს, თუ მარტო იმად იქცევა, ვინც მანამდე მოკლა, ან ვისაც მანამდე შეეხო. როგორც არ უნდა იყოს, ეს ძალიან საშიში უნარია და ასევე ჩნდება კითხვა, იყო თუ არა ტილი სინამდვილეში კაცი ყვითლებში, რადგან ის მართლა საეჭვოდ იქცეოდა. მორფინი, რამაც გვახსოვს, რომ ცუდი ამბები გამოიწვია, ასევე მან წინასწარ იცოდა, რომ ფატიმა ორსულად იყო, ასევე ის ძალიან რელიგიური იყო, ისე როგორც სოფია არის, და ასევე როცა ყვავები კოლონი ჰაუს დაეჯახნენ, ტილი იქ იყო. ბოიდი უმედობაზე საუბრობს, თუმცა მისი ნიჰილიზმი უკეთ ჩანს მაშინ, როდესაც ტყვიებს ითვლის. არა მონსტრებთან ბრძოლისათვის, არამედ იმ შემთხვევისთვის, თუ საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების დახოცვა მოუწევს. გასაღების საკიდი, რომელსაც ის იყენებს, აქამდეც გვინახავს. ეს მას მისმა ცოლმა აჩუქა. ამ გასაღებს ხშირად იყენებს არსება, რომ ბოიდს დასწინოს. მაგალითად, როცა ელისის ჰალუცინაცია ნახა ჭაში. ასევე არსებამ ერთხელ მისი სახლის ფოტო აჩვენა, თუმცა ბოიდმა მიხვდა, რომ ეს ტყუილი იყო, რადგან იქ ნავი არ იდგა. ხშირად გვაჩვენებენ ცოტა უცნაურ კონტექსტებში შუქურას, ტბას და ნავს. რაც შესაძლოა იყოს მინიშნება, რომ ამ ქალაქიდან გაქცევის ერთადერთი გზა წყალია. 47. რა? ჩვენ 47 ადამიანი გვყავს.
მაინც და მაინც 47 ადამიანი. ეს ძალიან საინტერესოა, რადგან 4-იან 7-იანს და 7-იან 4-იანს აქ ხშირად ხვდებით. სეზონი 1-ის მე-6 სერიაში მამაო ამბობდა, რომ ბიბლიის 73 წიგნია და ვარაუდობდა, რომ ისინი 74 წიგნში ცხოვრობენ, რომელიც ჯერ არ დაუწერიათ. ხალხი ფიქრობს, რომ ბიბლია ფიქსირებული ობიექტია. კეთილ წიგნს ვეძახით, მაგრამ იცოდი, რომ სინამდვილეში 73 წიგნისგან შედგება. იცოდი? 73 წიგნი. ყველა სავსეა ამბებით სასწაულებზე. მაგრამ ბიბლიაში სიბნელეც არის. საშიში. საშინელი რაღაცები. 73 წიგნი. იქნება ამ ქალაქის მაცხოვრებლები. იმ წიგნში ვცხოვრობთ, რომელიც ჯერ დაწერილი არ არის. იქნება ეს 74 წიგნია. თუ გახსოვთ, როდესაც სოფია ქალაქში მოვიდა, მას ბიბლია ხელში ეჭირა. ასევე მოგვიანებით ეს ბიბლიას ციტირებდა. და ნათელი ბნელში ჩანს და ბნელი ვერ მისწვდება მას. რა თქვი? ჯონი 1-5. ასევე რიცხვი 47 ვნახეთ მაშინ, როდესაც ისინი სატვირთოში იყვნენ და ქვემოდან რაღაც მონსტრები ან რაღაც ესხმოდათ თავს. და ასევე ტილი ამბობდა, რომ მას 4 შვილი და 7 შვილიშვილი ყავს. საყვარელო 4 შვილი მყავს. 7 შვილიშვილი. ელჯინი კითხულობს, ცუდი ადამიანი არის თუ არა. კრისტი კი ამაზე ძალიან კარგად პასუხობს. მის ადგილი კარგ ადამიანებს ცუდი რაღაცების კეთებას აიძულებს. ამის საუკეთესო მაგალითი არის ზარა. ელჯინს თვალი თითქმის დაკარგული აქვს და თუ ციკლების თეორია მართალია, მაშინ ის ერთთვალა ადამიანის როლშია. ასეთი კი ჩვენ ჯერჯერობით გვინახავს ჯარისკაცი და პილიგრიმი. ტაბი დაბრუნდება ქალაქში და ხვდება ჯულისა და ეთანს. ამ დროს კი უცებ მღვდლის მანქანა ეჯახება შერიფის ოფისს. მოგვიანებით ვნახავთ, რომ ეს სოფიამ გააკეთა. ის იტყვება, თითქოს ეს მამაო მამამისია და რომ მას შეტევა ჰქონდა. ჯეიც უნდა რომ ხალხს უამბონ თუ რა გაიგეს მათ, მაგრამ ტაბიტა უარზია, რადგან ეჭვობს, რომ ეს შესაძლოა манипуляცია იყოს. შემდეგ ხედავთ ისევ ფატიმას. ის კრისტეს უფრასდება, რადგან მან მანამდე უთხრა, რომ ორსულად არ ხარო. შემდეგ კი ბოიდი უამბობს მას, რომ სმაილი გააჩინა. ამ დროს კი ვიქტორისა და მამამისის უცნაური სცენა. თუ მართლა ასეთი საჭირო იყო ხმაური სატეხვა, მაშინ როცა ქალი, რომელმაც მონსტრი გააჩინა, ისვენებს. ფატიმა უამბობს ბოიდს იმას, თუ რა დაინახა. ანუ მშობლების მიერ შვილების შეწირვის ამბის შესახებ, თუმცა ჯერ კიდევ არ ჩანს თუ ვისთან დადეს მათ შეთანხმება. ეს შესაძლოა იყოს კაცი ყვითლებში, ან ბიჭი თეთრებში, ან რაღაც უფრო თითი და უფრო ძლიერი არსება. კენი ღამით რჩება სოფიასთან და უამბობს მას თილისმებისა და ქალაქის ამბების შესახებ. ამ დროს კი მეთიუსების სახლში უცნაური ამბები იწყება. კარადები იღება, წიგნები დაფრინავენ და ასე შემდეგ. არ ვიცით ამას ვინ აკეთებს, თუმცა სავარაუდოდ ეს არის ან ჯიმის სული, ან ჯულის რაღაცის ვერსია, რომელსაც ვერ ხედავენ. ენერგიას ვერც შექმნი და ვერც გაანადგურებ. მოგონებები, სულები, თუ კი გძამთ ამის. ყველაფერი ენერგიისგან შედგება. მართალი არ ვიცით ამ კარადების ამბებს ვინ აკეთებს, მაგრამ აშკარაა, რომ ეს რაღაც ან ვიღაც აფრთხილებს მათ იმის შესახებ, რომ კაცი ყვითლებში ქალაქშია. რადგან კარადა ყვითელი ფერისაა და ასევე მაგიდაზე დევს წიგნი How the Light Gets In. და ბოლო უმნიშვნელოვანესი სცენა, სადაც ვხედავთ, რომ სოფია არის კაცი ყვითლებში. ასევე ვხედავთ მის კიდევ ერთ უნარს, მას შეუძლია შეხებით ადამიანი კომაში ჩააგდოს ან კომიდან გამოახვიძოს. ის მამაოს ესაუბრება, თუმცა ეს მამაო მისთვის უბრალო მოთამაშეა, რომელმაც უკვე საკუთარი როლი ითამაშა და დროა რომ მოკვდეს. ამიტომ ის კლავს მამაოს, მანამდე კი ეუბნება, რომ ეს მისი საყვარელი მომენტია, როდესაც ქალაქის მაცხოვრებლები ერთმანეთს გაანადგურებენ. სერია აქ მთავრდება. დაწერთ კომენტარებში თქვენი თეორიები, თუ რა ხდება აქ, ან რა შეიძლება რომ მოხდეს. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ვიდეოს მოწონებითა და არხის გამოწერით ძალიან დამეხმარებით.